ავიდანვე და ერთ-ერთი განსხვავება მაშინ იყო, რომ ფლორანს ყავდა გადამზადებული გუნდი, დიუნანს არ ყავდა, ის იყო შემთხვევითი ადამიანი ბრძოლის ველზე და ვინ დაეხმარა მას ადგილობრივი ქალბატონები, რომელსაც მან გაუწია მობილიზება და იქვე ეკლესიაში გაუკეთეს რაღაც სახელდახელო ორგანიზება და ისე ორგანიზებასთან მივდივართ ხო საქმის ორგანიზება და დაეხმარნენ დაჭრილებს და სხვათაშორის ბევრი ის საქმე, რასაც ფლორანსიც და დიუნანიც იმ დროს აკეთებდნენ, ეს იყო მომაკვდავი ჯარისკაცებისგან წერილების ჩაწერა, რათა შემდეგ ეცნობებინათ მათი ოჯახებისთვის. ცნობილია ისტორიულად, რომ ფლორანსი პირადად პასუხობდა ძალიან ბევრი ჯარისკაც, დაკარგული ჯარისკაცის ახლობელს მას წერდნენ წერილებს და ის პასუხობდა, არასდროს ამას არ იზარებდა. ეს საქმიანობა რა თქმა უნდა ტრანსფორმირებული სახით, მაგრამ დღემდე არის წითელი ჯვრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, იმიტომ რადგან ომზე საუბრობთ და ომში დაჭრილებზე, უნებრივია რომ ომი აცალკევებს ადამიანებს და აუცილებელია მათთან კონტაქტის აღდგენა. ცნობილებს რაც შეეხება იმ ხანად მე-20 საუკუნის დასაწყისში პოპულარული აღმოჩნდა დიუნანის იდეა, ძალიან ბევრი ეროვნული საზოგადოება შეიქმნა და ვიდრე ცნობილებზე გადავალ, მოდით საქართველოსაც აუცილებლად რა თქმა უნდა. შორის ჩვენ და საამაყოთ უნდა ითქვას, რომ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ერთ-ერთი უძველესი 1918 წელს სექტემბერში დაარსდა, ანუ ერთ-ერთი პირველი ტალღის ეროვნული საზოგადოებაა და მას შემდეგ ფუნქციონირებს და რადგან საქართველოს წითელ ჯვარზე და მოწყალების დებზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა ვახსენოთ ჩვენი მარო მაყაშვილი, აბა როგორ აქ პროფესიის პრესტიჟზე იყო საუბარი და აი ესეთი ჩვენი მარო მაყაშვილი ყავს ჩვენი გმირი, რომელმაც იმდენი გააკეთა იმ ორდღიანი მოხალისეობით, ხო, მას არ დასცალდა სამწუხაროდ ის 17 თებერვალს გაწევრიანდა მოწყალების დებში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების დანაყოფი იყო მოგეხსენებათ და 19-ში სამწუხაროდ დაიღუპა, თუმცა მისი სახელი ერთგვარი კრებითი სახელია, ხო, და დღესაც აი ძალიან დიდ მნიშვნელობას. მე მგონი ესეთი პიროვნებების ძენენ პრესტიჟს ამ პროფესიას მე მინდა თქვენ გაჩუქოთ ქალბატონო ეგა, ეს არის მარკა მარო მაყაშვილის, რომელიც საქართველოს წითელმა ჯვარმა და საქართველოს პოსტამ გამოსცეს ძალიან ემოციურია და მე ჩემს სამუშაო მაგიდასთან მეკიდე, ეს ძალიან სიმბოლურია, ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი მართლაც სხვადასხვა დროს პრესტიჟულად ითვლებოდა ისეთი ადამიანები, რომელსაც ჩვენ სხვა კუთხით ვიცნობთ, ხო, მაგალითად ჰემინგუეი, მაგალითად აგატა კრისტი, მაგალითად უოლტ დისნეი და ძალიან გამეკიდა ინდირა განდიც კი სტუდენტობის დროს ბრიტანეთში როცა სწავლობდა, მათ ყველას რაღაც თავისი წილი შეუტანიათ და უმუშავიათ ან მოწყალების დებად ძირითადად ან უმუშავიათ ცხოვლებად სასწრაფო მანქანების და ჰემინგუეი მაგალითად ძალიან მძიმედ იყო დაჭრილი კი ბატონო მოვალეობას ასრულებდა. რადგან ხა მე თქვენ პროფესიონალები საუბრობთ და ცოტა ესეთი ისტორიული ექსკურსიის როლი დამეკისრა, აქვე მინდა ვახსენო აუცილებლად ფლორენს ნაიტინგეილის სახელობის მედალი, რომელიც არის ყველაზე მაღალი პრესტიჟის ჯილდო, რომელიც ამ დარგის პროფესიონალებს გადაეცემა. სხვათა შორის ჩვენმა ორგანიზაციამ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა 1912 წელს ფლორენსის გარდაცვალებიდან 2 წელიწადში დააწესა ეს მედალი. შემდეგ პირველი მსოფლიო ომი ხელი შეეშალა და 1920 წლიდან 2 წელიწადში ერთხელ გადაეცემა. ნახეთ რა სამი მიმართულება აღებული, ზუსტად პასუხობს იმ მიმართულებებს, რაზეც ფლორენსი მუშაობდა. ერთი რა თქმა უნდა დაჭრილების დავამტყობების მოვა და მათზე ზრუნვა და აი ამ საქმეში გამოჩენილი თავდადება. მეორე მიმართულება ეს არის საჯარო ჯანდაცვაში პრევენციის კუთხით გაკეთებული რაღაც მნიშვნელოვანი ან ინოვაციური ნაბიჯი და მესამე ეს არის სწავლება, ექთნების სწავლება. და მე რო გისმენთ, იმიტომ მე არ ვარ დარგის სპეციალისტი და ძალიან ბევრი რაღაც ახალი იყო ჩემთვის, აი სულ აი მენიშნებოდა რომ ეს ყველაფერი არის ერთად სწავლების გარეშე, ახალი თაობის გადამზადების გარეშე, მათი мотиваციის გარეშე, ამ პროფესიის პრესტიჟის ხაზგასმის გარეშე, ეთყობა არაფერი არ გამოვა, ამიტომ მე ძალიან ხო, სხვათა შორის ერთი ძალიან საინტერესო ნიუანსი, სხვათა შორის ეს ჯილდო 1991 წლამდე რეგულაციით მხოლოდ ქალბატონებს გადაეცემოდა. აი ასეთი ამბავია და მხოლოდ 91 წელს ძალიან დიდი ფემინისტი იყო და ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი და
გარკვეულწილად ლოგიკურია. მოწყალების დისპროფესია, ქალების საქმე იყო და ასე ითვლებოდა, რაღაც კლიშე არსებობდა, მაშინ ჯილდოც ქალის უნდა ყოფილიყო ალბათ, მაგრამ ნუ გასაგებია რომ 91 წელს შეიცვალა ეს რეგულაცია და ძალიან სამწუხარო ისიც არის რომ ამ პრიზის ლაურეატებს შორის სამწუხაროდ ბევრი გარდაცვალების შემდგომ დაჯილდოვდა, იმიტომ რომ მათ ყველაზე ძვირფასი საკუთარი თვითონ ფლორენსაც მე მგონი მეფემ გადასცა თავის დროზე ღირსების медали. ხო, კავალერი იყო. მე მგონი ედვარდ მეშვიდე იყო მაშინ, მაგრამ თავარი ის არის, რომ აი ეს დაჯილდოების ფაქტი იმდენად ემოციურია, რომ შეიძლება ყველანაირ ხელფასზე მნიშვნელოვანი იყოს იმ მომენტში, იმიტომ რომ ეს არის დაფასება სწორედ ექსნის და წლევანდელი სლოგანი პროფესიული ღირსების წარმოჩენის საშუალება, აღიარება, პროფესიული აღიარება. აი ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელობა წლევანდელი სლოგანის, როგორც ვთქვით, მათი ხმის გათვალისწინება გადაწყვეტილების მიღებაში და ასევე აი შრომის პირობების შექმნა და მაიკო, თქვენ ძალიან საინტერესო ტყვებით და მე მინდა უბრალოდ რაღაცნაირად ხაზი გაუსვათ ასევე იმ ფაქტს, რომ თავდაბლობა მესმის, მაგრამ ეს სათქმელია. თქვენ ძალიან ბევრი გააკეთეთ პირადად თქვენ და თქვენმა ორგანიზაციამ აფხაზეთის ომში დაკარგული და ზოგადად აი ამ ჩვენს მტკივნეულ ომებში დაკარგული მებრძოლების ზუსტად ოჯახებთან დასაკავშირებლად, მათი გვამების მოსაძებნად, ამოსაცნობად, გადმოსასვენებლად ჩვენ ვადევნებდით. აი ეს და ვადევნებდით დღესაც თვალს აი ამ საოცარ პროცესს. მინდა რომ ორი სიტყვით მაინც ვისარგებლოთ შემთხვევით და მოვყვეთ როგორ გაჩნდა ეს იდეა, როგორ დაიწყო და როგორ მოახერხეთ მაინც აი ესეთი ჰუმანური მართლაც აქტის განხორციელება და ამდენ ოჯახს დაუბრუნეთ ამდენ წლის მერე. მნიშვნელოვანი საქმე, საკითხი წამოწიეთ. ალბათონო ეკა, ეს საქმიანობა საქართველოს დელეგაციამ 2010 წლიდან დაიწყო, თუმცა მანამდე ამას წინ უძღოდა 2003 წელს ჟენევაში ჩატარებული საერთაშორისო კონფერენცია. მოგეხსენებათ საერთაშორისო სამართალი კატეგორიებს, ომის მსვლელთა კატეგორიებში ცალსახად მოიხსენიებს უგზო-უკლოდ დაკარგულ პირებს და სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ისე მოხდა, რომ ამ ბოლოდროინდელი ომების დროს ათასობით ადამიანი უგზო-უკლოდ ითვლებოდა დაკარგულად. ერთი პრობლემა ადამიანების გაუჩინარება, მეორე პრობლემა მათი ოჯახის წევრები, რომლებიც გაურკვევლობაში ესეთი ტერმინიც არსებობს ფსიქოლოგიაში ორაზროვანი დანაკარგის ცნება, როდესაც არ იცი, სად არის შენი ახლობელი, ცოცხალია, გარდაცვლილია და ჩვენს ორგანიზაციას მომართავდნენ ესეთი ადამიანები, დახმარებას ითხოვდნენ მათ მოძიებაში და 2010 წლიდან დავიწყეთ ამ საქმის კეთება. სხვათა შორის სხვა კონტექსტებშიც, იმიტომ რომ ყველა ომში სამწუხაროდ ეს პრობლემა ძალიან დიდია და დღეისათვის ვერავინ ვერ მოგიტანთ თქვენ სტატისტიკას, რამდენი 100,000-ობით ადამიანი არის დღეს დაკარგული უგზო-უკლოდ ცალკე ომების გამო და მით უმეტეს თქვენ ხედავთ როგორ იმატა ომების რაოდენობამ და ასევე სტიქიური უბედურებების დროს, ხო? ჩვენ შემთხვევაში, რადგან ჩვენი სპეციფიკა საომარი კონფლიქტების ზონაში მუშაობს გულისხმობს, ჩვენ ომის შედეგად დაკარგულების მოძიებაზე ვმუშაობთ. აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის ძალიან კომპლექსური პრობლემა. იმიტომ რომ ერთია მოძიება საჭიროა ინფორმაციის ქონა. ინფორმაცია არის გადამწყვეტი ამ შემთხვევაში, ამიტომ მოწმეებთან, ყოფილ მებრძოლებთან, შემთხვევით მოწმეებთან ყველანაირ ინფორმაციას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და რაც მეტი დრო გადის, უფრო ნაკლებია შანსი, რომ მოძიება მოხდეს, იმიტომ რომ ამ წლების გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ გქონია ინფორმაცია საკმაოდ დაზუსტებული, კონკრეტულად მიუთითებიათ რაღაც ლოკაცია და შემდეგ გათხრის შედეგად იქ არაფერი არ აღმოჩენილა, ასეც ხდება. ან ისე იცვლება ადგილი, იქ რაღაცა ტყეა უკვე გაჩენილი, როცა ადამიანი გეუბნება იქ სახლთანა, იქ სადღაც რაღაც ლოკაციაზე გითითებს, ხო? ამიტომ ინფორმაცია, მოწმეების გადამოწმებული ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია ოჯახებთან მუშაობა. როცა ჩვენ ვიწყებდით, ეს ოჯახები სამწუხაროდ ისე იყო, რომ არ საუბრობდნენ თავიანთ პრობლემაზე. რაღაცნაირად ხელიც კი ჰქონდათ ჩაქნეული და სულ გვეუბნებოდნენ, როდესაც საჭიროებების შესწავლა ჩატარდა ადრე ვიდრე პროგრამა დაიწყებოდა, ყველა ამბობდა, რომ აი ვერ გავიგეთ რატო სად არის, რისთვის დაიღუპა, ხო? და მიაჩნდათ, რომ
ამაომს ღერბილი იყო. და ამას ემატებოდა მათი მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა, იმიტომ რომ როცა ადამიანმა არ იცის, ყოველთვის ყვები ამ ფაქტს, ჩვენ არ ვიცითო ესე გვეუბნებოდნენ ეკლესიაში შედის ადამიანი, ან როგორც ცოცხალზე ლოცულობს თავის ახლობელზე, ან როგორც გარდაცვლილზე და იცის სად დაუთმოთ სათელი, აი ჩვენ რა ვქნათ. და სხვათა შორის ეს პრობლემა მაშინ პატრიარქმა მოგვიგვარა. ჩვენ დელეგაციის ხელმძღვანელმა მიმართა პატრიარქს და აუხსნა ეს პრობლემა და მან კურთხევა გასცა და მისცა ოჯახებს უფლება ელოცათ თავიანთი დაკარგული ახლობლებისთვის, როგორც დაკარგულებისთვის. ეს არ იყო კანონიკური, მაგრამ მან ეს კურთხევა დაიწერა ხატი მისივე კურთხევით, სამი სიხარულის ხატი, რომელიც ამ ოჯახებს ეს პატარა ფორმატითაც დაიბეჭდა და ხშირად ჯიბითაც დააქვთ ან ახლობლის ხსოვნის კუთხეში უდევთ ხოლმე. ანუ ხსოვნის ღონისძიებებით ცალკე კიდე ერთი მიმართულება არის და უფრო დიდი სირთულე ეს გახლავთ რა თქმა უნდა ექსჰუმაციები, ამოცნობის პროცესი, ცხადია, რადგან ომთან დაკავშირებით არის ეს ადამიანები დაკარგული, ბუნებრივია ნეიტრალურ ლაბორატორიაში უნდა მოხდეს დნმ-ის კვლევა, უნდა მოხდეს მონაცემების შეგროვება, მოკლედ ყველაფერზე არ ვისაუბრებ, მაგრამ ისეთი ჩემთვისაც ახალი იყო, იმიტომ რომ იცით როგორ არის მაგალითად ჩემთვის წარმოუდგენელი და ეხლა უფრო შევეჩვიე და ხვდები, რომ ეს ალბათ სხვა ფენომენია. როდესაც ერთ-ერთმა დედამ მითხრა, რომ დღეს ჩემთვის არის ბედნიერი დღე. როდესაც მიიღო საკუთარი შვილის ნეშტი ამოცნობილი, რა წინ ეცოდინება, სად დავმარხავ მას და დავმარხავ ღირსებით და მექნება საშუალება გავიდე მის საფლავზე. ასე რომ ეს ერთი მიმართულება, რომ ეხლა ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, საქმიანობა, რომელსაც ეხლა ახორციელებს ორგანიზაცია ქვეყანაში და მე მიმაჩნია, რომ აქვე ვიტყვი აუცილებლად, რომ ბუნებრივია წითელმა ჯვარმა შეიძლება დაიწყოს რაღაცა ინიციატივა გამოიჩინოს, მაგრამ შემდეგ ყოველთვის ეს მიდგომა გვაქვს სახელმწიფო ხელისუფლების ხელში უნდა გადავიდეს და კანონითაც სამართლითაც ესია საერთაშორისო სამართლით რომ ქვეყნის ხელისუფლებაა პასუხისმგებელი უგზო-უკვლო დაკარგული პირების მოძიებაზე და საქართველოს ხელისუფლებასთან ამ მიმართულებით სერიოზული ჩართულობა და მოლაპარაკებებიც მათ უნდა წარმოონ რა თქმა უნდა მეორე ეტაპობრივი გადაცემა ხდება. მესმის ძალიან ემოციური იყო, ცოტა რთულია ამ ტალღიდან ეხლა ისე უკან გადმოსვლა, მაგრამ უნდა მეკითხა ამის შესახებ, იმიტომ რომ ჩემთვის როგორც თითოეული ქართველისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე ისტორია. აფხაზეთის ისტორია და სამაჩაბლოსი ამთან და ძველზე ხო აღარ არის საუბარი, ისევ გვტკივა ეს ეთყობა გენეტიკურად გადაგვეცემა თუნდაც ის რაც 6 საუკუნის წინ იყო თუ 3 საუკუნის წინ და ასე შემდეგ. და მით უმეტეს ორმაგია ჩემი ემოცია და თქვენიც, იმიტომ რომ ჩვენ სოხუმთან ძალიან ბევრი გვაკავშირებს და ესაა ჩვენი ბავშვობა და ესაა ჩვენი მზე და სიხარული. მაგრამ საინტერესო იცით რა არის, რომ აი ესეთ სიტუაციაში თქვენ სწორედ შეიძლება შეგხვდეთ იგივე აფხაზის ჯარისკაცის ნეშტიც ხო მართალია და აი ამ შემთხვევაში გიწევთ რომ ის გადასცეთ იმ მხარეს და ასე შემდეგ ეს არ ვიცი ეს არის სწორედ ალბათ ის რასაც წერდა ფლორანსი რომ არა აქვს მნიშვნელობა რომ ტანჯვის დროს ყველა ვხდებით ერთნი და ეს ადამიანის ფრაზა მახსოვს მე მისი ნაშრომიდან ადამიანების კლასიფიცირების უფლება და ფორმას ხდება ეს ამის მიღმა და ეს არის ჩემთვის უმაღლესი ზნეობა, უმაღლესი მორალი, ну ქრისტიანული მორალი ალბათ პატიების, მიტევების, თუნდაც იმისი რაც თითქოს უპატიებელია, მაგრამ ფაქტის წინაშე რო ვდგებით ეს მაინც ქმედებაში პატიება გამოდის, როდესაც იპოვე იმ შვილის ნეშტს და გადასცემ იმ დედას, რომელმა შვილმა შეიძლება შენი შვილი მოგიკლა. ასე რომ ეს თემა რთულია, მაგრამ ესეც ზრუნვის მოულის სახელმწიფოს პასუხისგებლობის წითელი ჯვრის სწორედ ძალიან დიდი როლის მანიშნებელია, რომ დღემდე გრძელდება აი ეს ფუნქცია, მაგრამ წითელ ჯვარს უამრავი სხვა კიდევ ბევრი ფუნქცია აქვს, რომლითაც ის ჰუმანიტარული დახმარება იქნება, გაჭირვებულების დახმარება იქნება, კატასტროფებისა ჩვენ რამდენი მიწისძვრები იყო თუ აი საშინელი წყალდიდობები იყო, ზოოპარკის ის არ დამავიწყდება, საოცრება ხდება ხოლმე უცებ მობილიზება. და რატომ მინდა ახლა ეს ორივეს გკითხოთ აქ მოხალისეები ერთვებიან ხშირად და საერთოდ ეს მოხალისეები
მოხალისეობრივი მოძრაობა წითელი ჯვრის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მთავარი ლეიტმოტივია, ხომ, მათი საქმიანობის, მათი აი ამ რა ვიცი, მოვლის ხელოვნებას და ზრუნვის ხელოვნებას უწოდებ ხოლმე მე. და აი ამითი მინდა გავაერთიანო და ალბათ ამით დავასრულო დღევანდელი გადაცემა, იმიტომ რომ სათქმელი ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს ცოტა ისე აკადემიურ ჭრილში რომ გავაკეთოთ, მაგრამ რადგან ეს ზეიმს დღესასწაულს ეგ თანთა დღეს ეძღვნება, მე აღარ მინდა დავამძიმო ეს ზედმეტი, ასე ვთქვათ, საკითხებით, რომელიც ეხება დაუშვათ იგივე საკანონმდებლო ცვლილებებს, რეგულაციებს და სხვა და უფრო ალბათ სასიამოვნო ნოტით დავამთავროთ. თუმცა ვპირდებით მაყურებელს, რომ როგორც კი რაღაცა კონკრეტული ნაბიჯები დარგის რეგულაციაში და რეფორმების თვალსაზრისით გადაიდგმება, ჩვენ აუცილებლად მოვიწვევთ აი ამ საქმეში, ამ რეფორმებში აქტიურად ჩართულ თქვენს კოლეგებს და ვისაუბრებთ უკვე ძალიან აკადემიურად, შეიძლება სამინისტროს წარმომადგენლებიც მოვიწვიოთ, ჯანდაცვას არ გულისხმობ ამ შემთხვევაში მხოლოდ არამედ განათლების სამინისტროსაც და აუცილებლად ვისაუბრებთ უფრო სხვა სტილში, მაგრამ დღეს მინდა ეს მიძღვნითი გადაცემა დავასრულოთ იმით, რომ აი ეს მოხალისეობრივი და ეს გულის ძახილის პასუხად საქმიანობის და დახმარების თემა კიდევ ერთხელ ჩავშალოთ. ქალბატონო, ჯერ თქვენ მინდა კითხოთ და მე მაიკოს ვთხოვ, რომ დაგვისრულოს მოხალისეებზე საუბრით. როგორია თქვენთან აი საექნო სამსახურში ახალი კადრების მიღების და მათი გამოზრდის. აი თქვენ ბრძანეთ, რომ ხანდახან სტუდენტიც მოდის, იმიტომ რომ მას აქვს ხო უფლება მესამე კურსის მერე დაუშვათ, მეორე კურსის მერე ასისტენტად, მესამის მერე დაუშვათ ეკნათ იმუშაოს. როგორ ხდება ეს მემკვიდრეობითობა? ეს სწავლება იქ ადგილზე, გადაცემა ამ გამოცდილების და რამდენად ყავთ მოხალისეობრივ საწყისებზე საექნო საქმის შემსრულებლები. სიამოვნებით მოგახსენებთ, ტრადიცია საკუთარი გამოცდილების გადაცემისა ეს ესე თქვა დაუწერელი კანონია და რომელიც მუშაობს წლების მანძილზე. მესულვეუბნები, როგორც ექთანი პედაგოგი და ექთანი ტრენერი მიწევს ხოლმე თქმა, საუკეთესო სწავლის მეთოდი არის ის, როდესაც შენ იწყებ სხვის სწავლებას და ამას თქვენ აკეთებთ. ეს გაუცნობიერებლად, მაგრამ ექთანი გამოცდილებთანს, როდესაც მისდის ახალ პედაგოგთანი და მის გვერდში დგება, რა თქმა უნდა, ეს ბუნებრივად ხდება გადაცემა, მისი ცოდნის, მისი გამოცდილების, ესე ვთქვათ, დაფრთიანება ამ ახალ პედაგოგების და ასე შემდეგ. თუმცა ისინი კოლეჯშიც საბაზისო ცოდნას, რა თქმა უნდა, იღებენ და ისე მოდიან კლინიკაში. რაც შეეხება სტუდენტებს, სტუდენტები წლების მანძილზე ყოველთვის გამოთქვამდნენ მზადყოფნას, რომ ვალანტიორად, ესე ვთქვათ, მოხალისედ მოვიდეს, დაეხმაროს და თან ის იღებს ამ პასუხისგებლობას გარკვეული გრაფიკით იაროს. ეს არ არის ერთჯერადი და ეს არ არის ესეთი რაღაც 1 საათი მცალია და გამოვიარე. არა. ამისი გამოცდილება მე მაქვს საკუთრივ და ძალიან ბევრი შეიძლება ჩვენი გადაცემაც ნახოს და გაახსენდეს ეს სიტუაცია. მე მათი აქედან გამოუთქვავ უდიდეს მადლობას, უდიდეს თავდადებას და თავგანწირვას ამ პროფესიისთვის, რომელიც მათ აირჩიეს. ისინი მომავალი ოღონდ მე ლექციებზე ეძინებათ ისე რომ იცოდნენ სვეჭუბები. ან იმუშავე ან ის პრობლემები არის, მაგრამ ისინი ძალიან მონდომებულები არიან. მათაც სჭირდებათ და ეს მხოლოდ სურვილის საფუძველზე არის. თუმცა არიან ოფიციალურად შტატში გაფორმებულიც, ვისაც აძლევს საშუალებას თავისი, ესე ვთქვათ, გრაფიკი და ის კურსი, რომელ კურსზეც ის სწავლობს ამჟამად. მე არ მინდა ისე დავასრულოთ, რომ ერთ პოზიტიურ ძვრაზეც არ თქვა და თქვენი ეთერით არ ვისარგებლო და არ მოვუწოდო საქართველოში დასაქმებულ თუ დაუსაქმებელ, საზღვარგარეთ მყოფ თუ სახლში მყოფ ექთნებს. იმ სიახლის შესახებ ალბათ ბევრისთვის ცნობილია, რაც მე უნდა გავაჟღერო ახლა. ეს არის ექთანთა რეგისტრაცია. ეს დაწყებულია 2026 წლის იანვრიდან. ვადა გვაქვს 2027 წლის 1 ივლისამდე ყველა მოქმედ დიპლომირებულ ექთანს შეგვიძლია დავრეგისტრეთ, მიუხედავად იმისა,
დასაქმებულია თუ დაუსაქმებელი. ქვეყანაში სავარაუდოდ ეს პორტალი ინტერნეტის თუ ეს პროფესია აქვს და ამ პროფესიის დამადასტურებული საბუთი აქვს, მან თავისი პირადი მონაცემებით უნდა შეავსოს ეს რეგისტრაციის პორტალი იმისათვის, რომ ჩვენ ხელში გვეჭიროს საბაზისო მონაცემი, ვნახოთ და გავაანალიზოთ, დავამუშაოთ ეს მონაცემი, იქ იქნება სტაჟი, გამოცდილება, ამჟამად მუშაობს, არ მუშაობს და უამრავ ინფორმაციას მოგცემს, რა თქმა უნდა. ეს პროცესი აუცილებელია, იმედის მომცემია, თუმცა ყოველთვის ხო, რა თქმა უნდა, ამით იწყება და მე რაღაც გეგმა იქნება, რა თქმა უნდა. შეიძლება შეზღუდვებშიც მოხდეს. ესეც საინტერესოა და ზოგს შეიძლება შეეზღუდოს დასაქმება. ან გადამზადებაში შეეწყოს ხელი, რომ რაღაცნაირად რეაბილიტაცია პროფესიული თუ დიდი ხანია არ უმუშავია. განათლების დოკუმენტი არ შეუწყობს ხელს, ის ამოვარდეს სისტემიდან. ანუ სრული სურათის წარმოსადგენად, რა ჩვენ საქსტატის 2024 წლის მონაცემი გვაქვს და 21000 ექთანი ვართო ფიზიკური პირი. ამას გვეუბნება საქსტატის მონაცემი, თუმცა ძალიან საინტერესო იქნება რეგისტრაციის შემდგომ ინდივიდუალურად ფიზიკური პირების დონეზე დათვლილი და არა კლინიკა და ვინ რა საბუთს ატვირთავს. ეს სრულიად სხვადასხვა რიცხვია. რა თქმა უნდა და მინდა რომ მაინც ვთქვათ, რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს ექნების ასოციაცია რო არსებობს. ან რატო ტარდება ეს კონფერენციები? რას გვაძლევს ეს ჩვენ ქვეყანას, ჩვენს ჯანდაცვას? უმნიშვნელოვანესია ძლიერი ასოციაცია. აი ორი სიტყვით რომ აუხსნათ მაყურებელს. საექთნო მიმართულება. ძლიერი საექთნო მიმართულება, ძლიერი სახელმწიფო და ძლიერი ეკონომიკა. აი წინა წლის სლოგანი ICN-ის სწორედ თქვენ დღეს რაც გააჟღერეთ წლევანდელი, ის იყო ძლიერი ექთანი, ძლიერი ეკონომიკა. ეს საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ექთნის სიძლიერე ჯანდაცვის სისტემას აძლიერებს. ამრგოლის ძალა ნიშნავს ჯანდაცვის ძალას. ანუ ერთმანეთის ტოლია. შესაბამისად, ეკონომიკაზეც გადის ეს. ამ რგოლში ინვესტიცია ნიშნავს საბოლოო ჯამში ეკონომიკის გაძლიერებას. ეს არის მსოფლიო მიდგომა, ჩვენც ვუერთდებით, მოვუწოდებთ ხელმწიფეებს, ძალაუფლების გადაწყვეტილების მიღებებს და სწორედ გადაწყვეტილების მიღებაში ასოციაციები, რა თქმა უნდა, იღებენ მონაწილეობას. აუცილებლად უნდა იყონ აქტიურები. ჩვენს ხედვებს ძალიან მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იქნას პრაქტიკაში საწოლთან მდგომი ექთნების ხმა და ამას სწორედ აჟღერებს ასოციაციები. ასევე ასოციაცია ზრუნავს ექთნების განვითარებაზე, მუდმივ სწავლებაზე, სიახლეების დანერგვაზე. პროტოკოლები, გაიდლაინები ალბათ საექთნო. პროტოკოლების შემუშავებასა და გავრცელებაზე და ეხლა ჩვენ არ მინდა დავტოვო უთქმელი ქალბატონი ქეთევანიც აუცილებლად მოგვისმენს გარსევანიშვილი, რომელიც საქართველოს ექთნების ასოციაციის პრეზიდენტი გახლავთ და იმართება უკარგესი მარათონი ინიციატივა ჩვენი ასოციაციისა, რომლის ფარგლებშიც 2 თვის განმავლობაში შაბათი კვირა, აი ჩვენ ესე ვთქვათ მოხალისეობრივად ასოციაციის წევრებმა ავიღეთ ჩვენ თავზე და ვიწვევთ ექთნებს ქვეყნის მასშტაბით, რეგისტრაცია გქონდა სხვადასხვა საინტერესო განმავითარებელ თემატიკებზე, ვიწვევთ და დიდი ინტერესი გამოიწვია ამ ყველაფერმა, ჩვენ უკვე სადღაც ნახევრამდე ვარ თითქმის მისული და ეს ეძღვნება 12 მაისს, რა თქმა უნდა, ეს ინიციატივა და გრძელდება ყოველ შაბათ-კვირას გვაქვს ეს ძალიან კარგი ინიციატივა, ანუ ისევ თქვენ ეხმარებით და აძლიერებთ ერთმანეთს და ნამდვილად ძლიერი ექთანი, ძლიერი ეკონომიკა ეს ერთი თემა, წელს უკვე ძლიერი ექთანი გადარჩენილი სიცოცხლე დაემატა, რაც იმას ნიშნავს, რომ დეფიციტი მაინც არის და ამიტომ არ მინდა თქვენთან საუბარი ისე დავასრულო, რომ არ აღნიშნო ის, რაც წეგან გკითხეთ, ყველა არ მიკითხავს, მინდა უბრალოდ გარკვეული იდეაც შევთავაზოთ ალბათ კლინიკებს თუ სახელმწიფოს, რომ სანამ გვაქვს ეს დეფიციტი, აი ამ გარდამავალ პერიოდში, სანამ სტრატიფიცირება მოხდება, სორტირება მოხდება, რესტში დაფიქსირებული ექთნების მიმართ გარკვეული სტრატეგია, ტაქტიკა და პოლიტიკა შემუშავდება. ხომ არ შეიძლება რომ გამოვიყენოთ ეს მოხალისეები, ეს სტუდენტები, როგორც დამხმარე ხელი და ეს დასაქმებით სწავლებასაც შეუწყობს ხელს და გარკვეულწილად ბუნებრივი ამოავსებს იმ დეფიციტს და მოუწოდოთ უნივერსიტეტებს, რომ ქულად ჩაუთვალონ, აქტიობად ჩაუთვალონ და
თუ სტუდენტი დავუშვათ ზაფხულის განმავლობაში ან არ დადაგების ან საღამოობით ან შაბათ-კვირას იმუშავებს პარალელურად დავუშვათ კლინიკაში, აი ეს მიტანილი ასე ვთქვათ მისი აქტივობა ან კლინიკურ უნარებში, ან სხვა რაიმე აქტივობაში, საზოგადოებრივ აქტივობაში და ასე შემდეგ ქულად ჩაეთვალოს, რომ ეს იყოს გარკვეული ორმხრივი მოლაპარაკება, გარკვეული სიმბიოზი სამედიცინო უნივერსიტეტსა და იმ დამსაქმებელს შორის და დასაქმებით სწავლებაც გამოვა. მე თვითონ როგორც მოგახსენეთ ეკნათ მუშაობდი არა იმიტომ რომ ხელფასი მიყო, არამედ იმიტომ რომ პრაქტიკა მიმეღო, მქონდა პრეტენზია რომ მცოდნოდა უკვე ნემსის გაკეთებაც, გადასხმაც, ყველაფერიც მესამე კურსის მერე პროპედევტიკა ვიცოდი და საერთო საქმე არ ვიცოდი და ვენაში შესვლა არ ვიცოდი, არ მომწონდა ეგ ამბავი. ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება ის პერიოდი, ზედ როგორ გადაკვდნენ მთელი ზაფხული პირველ მაშინ არამიანცის კლინიკას რო უწოდებდეთ ეს შემადგენლობა, დღემდე მეგობრობ ამ ეკნებთან. ძალიან კარგად მახსოვს ბატონი ზურა ხელაძის განყოფილება, სადაც პირველად რეანიმაციაში მე დავიწყე მუშაობა ეკთნად და პირველად სწორედ ჩემმა სვეტამ და ელგამ ჩემმა ეკთნებმა ამიხსნეს როგორ უნდა მომერეცხა დავუშვათ რა თქმა უნდა ტრახეოსტომა თუ როგორ უნდა გამესუფთავებინა კათეტერი თუ როგორ უნდა მიმეცა წამალი ამ რეანიმაციაში მყოფი გათიშული გონება გათიშული კომაში მყოფი პაციენტებისათვის თუ პირიქით აგზნებული პაციენტისთვის როგორ მოგვევლო და ასე შემდეგ. გქონდა ძალიან საინტერესო ისტორია რომ გარდაიცვალა პაციენტი და პირდაპირ ფანჯრიდან შემოიპარნენ ღამე და იპარავდნენ გვამს და მე ერთი ბეწო გაწრიფული ამ ორეგთან თან ერთად აქეთ ჩვენ ვეკაჩებით რო იმიტომ რომ არ შეიძლება და უნდა გადაგვესვენებინა მაშინ პათოლოგანატომიურ განყოფილებაში და დიაგნოზი უნდა დადასტურებულიყო ქალბატონი თამარა დეკანოსის და მისი გუნდის მიერ და იყო ერთი ამბავი ასე რომ ის საერთო პერიოდი მიუხედავად იმისა რომ ძალიან დამღლელი იყო ძალიან სასიამოვნოთაც მახსენდება ანუ იმის თქმა მინდა რომ სტუდენტების მოტივირება საჭირო ალბათ პატარა ვიდეოები უნდა გაკეთდეს რომ გარდა იმისა რომ ეს დამღლელი ამავე დროს სასიამოვნოც არის ახალისოც არის ეხლა როცა ახალგაზრდა ხარ მაშინ გსიამოვნებს ეს ყველაფერი თორე ხა ამასაკში შეიძლება აღარც დაიწყო რა თქმა უნდა ეკთნად მუშაობა ასე რომ მე ვფიქრობ რაღაც გარკვეული ძრების და თვითონ პროფესიის პრესტიჟის ასაწევად გარკვეული საპრომოციო საქმიანობის ამოწყებად შეიძლება აი მაიკო ამის სპეციალისტიც არის გარკვეულწილად და შეიძლება მე ცალკე თუ დაელაპარაკებთ გარკვეული რჩევებიც მოგწეს და ვიდრე დავხურავთ ორი სიტყვით მინდა აი მოხალისეებზეც იმიტომ რომ მინდა რომ დღეს წითელი ჯვრის მოხალისეებსაც როგორც აი ფაქტობრივად საექთნო და ასისტენტის ფუნქციის შემსრულებლებს მადლობა ვუთხრათ მათი დღესასწაულიც იყოს ეს რა თქმა უნდა მილოცავს ვერთდები ოღონდ ერთ რამეს აღნიშნავ ხა გისმენდით ორივეს და როგორ გიბწყინავთ თვალები როცა თქვენ საქმეზე საუბრობთ ეს პროფესიაზე თქვენც ასეხართ ქალბატონო აი მაგრამ ჯამში ჩვენ ყველა ვემსახურებით ჰუმანიტარულ საქმეს ჩვენ საქმეს დიდი სიყვარულით და აი ახალგაზრდებთან მიმართებაში თუ მაქვს ამის უფლება მინდა მოვუწოდო რომ პრესტიჟ პროფესიის თვითონ ქმნი ხო ფლორანსმა თვითონ შექმნა დიუნანმა და ასე შემდეგ და მარომ აყაშვილმა თავისი სახელი თვითონ შექმნა ამიტომ ეს არის ძალიან კეთილშობილი პროფესია კიდევ ერთხელ ვამბობ ხო როგორც რიგითი მოქალაქე ადრე თუ გვიან ყველას დაგჭირდება ეკთნის დახმარება და მოვუწოდო მათ რომ ამ პროფესიაზე ამდენი შესაძლებლობა ბევრი რამ ჩემთვის ძალიან ახალი იყო ამ მოწოდებული ინფორმაციაში მოხალისეებს რაც შეეხება მე ვარ ბედნიერი რომ აქვს შეხება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეებთან, ახალგაზრდა გოგო ბიჭებთან, თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა ენერგიის მატარებლები არიან, რა თავდადებულად შრომობენ. იქნება ეს სტიქიური უბედურებების ზონაში თუ კოვიდის დროს, როდესაც ყველანი სახლში ვიყავით გამოკეტილი, ისინი დადიოდნენ კარდა მოხუცებულებს, უმწეო ადამიანებს სახლში უწევდნენ დახმარებას. ეხლაც კი აქვთ ბინაზე მოვლის პროგრამა და თქვენ წარმოიდგინეთ მარტო ხელა ავადმყოფ პაციენტებს სახლში აკითხავენ ეხმარებიან ეს შეიძლება იყოს ელემენტარული დახმარება, მაგრამ თქვენ სწორად თქვით ისე მომეწონა გულის ძახილი, ეს მოხალისეობა თვითონ იდეა არის ძალიან კარგი, ხო? ძალიან ჰუმანიტარული. ამიტომ კიდევ ერთხელ აქ მოვრჩები, ვულოცავ ეკთნებს თავიანთ პროფესიულ დღეს და კიდევ ერთხელ ვუდასტურებ ჩემს ძალიან დიდ პატივისცემას. მაიკო, უღრმესი მადლობა. აი ძალიან საინტერესო და ემოციური იყო თქვენი დღევანდელი საუბარი, ამ ისტორიების გახსენება. მადლობა მობრძანებისთვის, ქალბატონ ნონას მივცემ სიტყვას, რომ მიულოცოს კოლეგებს და მე დავხურავ. დიდი მადლობა, მე აუცილებლად მინდა მივულოცო ყველა ეკთანს, მე ან ეკთანს, ყველა სტუდენტ ეკთანს,
ყველა პოტენციურ ეგთანს, ვინც ფიქრობს და ვისაც გული მიუწევს ამ პროფესიისკენ, მე ჩემ თავს უსურვებ, რომ ეს პროფესია იყოს ისეთი პრესტიჟული, რომ პრომოციის გარეშე და ზედმეტი მარკეტინგის გარეშე და პოპულარიზაციის გარეშეც უკვე თავისთავად ნაკადები მოდიოდნენ და ეს დეფიციტი გვევსებოდეს. მაგრამ მე მინდა მიულოცო ეკთნებს, ვინც თავდაუზოგავად თავიანთი ოჯახების დროის ხარჯზეც კი გადამეტებული სამუშაო დროით, გადამეტებული დატვირთვით, უანგაროდ იმ პაციენტის მიმართ სუფთა მაღალი ზნეობით და მორალით ასრულებს თავის მოვალეობას და პასუხისმგებლობას. ყოველთვის ვამბობ, ექთანი თუ მაღალი მორალი არ გააჩნია ადამიანს, ისე კარგი ექთანი ვერ იქნები, იმიტომ რომ ექთნობა არის შენი შინაგანი სინდისის კარნახით გაკეთებული, სინდისიერად გაკეთებული საქმე. შეუძლია ნებისმიერ სიტუაციაში დაიბანა თუ არა ხელი ის არავინ ყოველთვის არც კამერა უყურებს და არც დამკვირვებელი და ეს ასე ვთქვათ დააიგნოროს. ეს არის სინდისის კარნახით შესრულებული სამუშაო და მხოლოდ ესეთი ადამიანები არიან ამ სფეროში, ამაშიც ღრმად ვარ დარწმუნებული, უმრავლესობა მათგანი არის ემპათიით სავსე მაღალი ზნეობის ადამიანები, მშრომელები და დაუღალავები, მათ კისერზე გადადის უამრავი სამუშაო აკრედიტაციის პირობებზე ჩვენ ვერ შევეხეთ, ვერ ჩავეტიეთ დროში, თუმცა არა, ჩვენ შეგნებულად მერე განვიხილავთ ამას. არის საექთნო რგოლში, რომელიც კლინიკის მუშაობის ხარისხს განაპირობებს, ასე რომ გილოცავთ ექთნის საერთაშორისო დღეს, 12 მაისი ჩვენი დღეა, გისურვებთ წარმატებებს როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე მოღვაწეობაში, გისურვებთ გეამაყოთ თქვენი პროფესიით, იყოთ კმაყოფილები ამ პროფესიაში ყოფნით და იყოთ მაგალითები სხვებისთვისაც და მისაბაძი წარმომადგენლები ამ პროფესიისა. გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, მე თქვენ მიყვარხართ და მეამაყებით. ურმესი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის და მე როცა გისმენდით გამიჩნდა ის აზრი, რომ რაც უფრო მეტი ექთანი ეყოლება საზოგადოებას, ზნეობრივად მით უფრო მაღალ საფეხურზე იდგება. ვინაიდან ლოგიკურად ასე გამოდის. იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე მართლა მორალურად, ადამიანურად, ჰუმანურად ძალიან ესეთი პროფესია, ნამდვილად რთული, მაგრამ საპასუხისმგებლო თავისი არსით წარმოადგენს ჰუმანიზმის აქტს. მე მახსენდება, რომ მოწყვლადი პოპულაციები მაინც ძირითადად ეს არის სწორედ ჯარისკაცები, ტუსაღები, მოხუცები, ბავშვები, ფსიქიურად დაავადებულები, ორსული ქალბატონები და სწორედ აი ამ კატეგორიას უვლის ძირითადად როგორც წესი უფრო ხშირად მოხალისე იქნება ის თუ ექთანი და ეს ნამდვილად არის არა მარტო პროფესიული, არამედ ქრისტიანული, ზოგადად რელიგიური თვალსაზრისით ძალიან დიდი საქმე და თუ ვინმეს დღეს ნამდვილად სურს რომ საზოგადოება დაახასიათოს, ალბათ უნდა დათვალოს რამდენი ექთანი ყავს და როგორი ხარისხის ექთნები ყავს. იმდენად საინტერესოდ და სასიამოვნოდ ისაუბრეთ ამ პროფესიაზე, როგორც ჰუმანურ აქტზე ზოგადად არსებობის და ადამიანად ყოფნის. მე ვუერთდები, რა თქმა უნდა, ჩემი სტუმრების მოლოცვებს, პირველ რიგში სახელმწიფოს მინდა მივმართო, დამსაქმებლებს მინდა მივმართო სლოგანიდან გამომდინარე, გთხოვთ შეუქმნით ნამდვილად ისეთი პირობები, რომ მოუხაროდეთ სამსახურში, გაიგონეთ მათი ხმა, ჩართეთ გადაწყვეტილებებში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროფესიული ღირსების, პროფესიული აღიარების სიხარული აჩუქეთ. გილოცავთ კიდევ ერთხელ, მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისათვის, კარგად ბრძანდებოდეთ, მომავალ შეხვედრამდე.